მედიკამენტების შემოტანით დაწყებულ ბიზნესს ფარმაცევტული ქსელის დაფუძნება მოყვა. მისი საფთიაქო ქსელი დღეს 200-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს, რაც ავერსის წარმატებასა და პოპულარობაზე მიუთითებს. 2002 წელს ფარმაცევტული საწარმო ავერსი რაციონალი დაარსდა, რასაც უკვე ავერსის კლინიკათა მშენებლობა მოყვა. მე ეხლა ვიმყოფები ავერსის საწარმოს ძალიან ლამაზ ეზოში, თუმცა ამ წუთებში მე უკვე ავერსის საწარმოში გადავინაცვლებ, სადაც ავერსის მედიკამენტებს მე დავამზადებ. ფარმაცევტული კომპანია ავერსი 1994 წელს დაარსდა და ის მრავალ მხრივ გაფართოვდა. დღეს ავერსის კლინიკა მთელი საქართველოს მასშტაბით 7 კლინიკის მფლობელია. სულ მალე 2 კლინიკის მშენებლობაც დასრულდება. ავერსის მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვით არის ნაკარნახევი. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ კომპანიამ საზოგადოებაში ქველმოქმედის სახელი დაიმკვიდრა. ეს არის სუფთა ზონა, როგორც მე ბეჯანმა ამიხსნა, სადაც არ გვიშვებენ, იმიტომ რომ სუფთავი არის იდეალურად დასრული და არ შეიძლება ესე უცხოპირი შევიდეს. ეს არის ნამდვილად ჩვენი ერთ-ერთი სუფთა ზონა, რომელშიც შეძლებს განსაკუთრებული დაშვების შემდეგ ენიჭება უფლება თანამშრომლებს გარკვეული სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ და ყოველი დღეს შესვლის წინ გადის გარკვეული პროცედურა, ჰიგიენური პროცედურა. ამ სუფთა ზონაში ხდება პირველად შეთანხმება მედიკამენტების, ეს არის იტალიური წარმოების დანადგარი, რომელიც არის ძალიან მაღალი დონის და საკმაოდ მაღალი წარმოების 220 ბლისტერი წუთში, ეს არის დაახლოებით 3.5 ბლისტერი წამში და ეს დამზადებული ბლისტერები, რომელიც გადის შემოწმება თვითონ ამ დანადგარზე, ეს დანადგარი ამოწევს ტაბლეტის ხარისხს, ფიზიკურ ხარისხს და მხოლოდ ასეთ შემოწმებული ბლისტერი გამოდის შემდეგ შესაბამის განყოფილებაში. ერთ-ერთი სუფთა ზონა არის ჩვენი, რომელშიც ხდება უშუალოდ ამ წუთას ფლაკონებში დაფასება ტაბლეტების. ეს დაფასებული ტაბლეტები შემდეგ გადმოდის ასევე შესაბამის განყოფილებაში გადმოსაწოდებელი შლუზის მეშვეობით. ამ შლუზს ესეთი თვისება, როდესაც ერთი მხრიდან იღება კარი, მეორე იკეტება ავტომატურად, ისე რომ ორივე კარის ერთდროულად გახსნა არ მოხდეს და შესაბამისად დაბინძურებული ხარისხი სუფთა ზონაში მოხვდება და შემდეგ ხდება ამ ფლაკონების შეფუთვა პოლოში. ეს არის დიფერენციალური მანომეტრი, რომელიც აჩვენებს წნევათა სხვაობას. თუ რამდენი პასკალით მეტი არის წნევა სუფთა ზონასა და კონტროლირება ზონას შორის. ანუ 20 პასკალის ჩვენება ეს ნიშნავს, რომ შიგნით სუფთაღი არის კარგი რაოდენობით და გამორიცხული არის ფაქტურად მინიმუმამდეა დაყვანილი, გარედან რამდენადაც შეაღწიოს დაბინძურებულმა ხარმა სუფთა ზონაში. ვინაიდან ჩვენს წარმოებაში ხარისხი არის უკვე პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება მინიმუმამდე დავიყვანოთ დაბინძურების წარმოქმნა ჩვენს საწარმოში. ქაღალდის გამოყენება სუფთა ზონაში არის ერთ-ერთი წყარო დაბინძურების, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ გადავიდეთ კომპიუტერის სისტემაზე, უბრალოდ გადასული ვარ და ვიყენებთ ეს კომპიუტერის პროგრამას, რომელშიც ვავსებთ შეგორს მონაცემები. ეს არის ერთ-ერთი პროგრამა, მაგალითად ეს როგორ ხდება შეკვეთა საწყობში პროდუქციის და მასალების, რომელიც უნდა გამოყენებული იქნას შემდეგ საწარმო განყოფილებაში. ჩავწერთ ჩვენთვის სასურველ პროდუქტს, მივუთითებთ კოდს, სერიას, რაოდენობას და მისი დახურვის შემთხვევაში საწყობი მიიღებს თავის კომპიუტერის შეტყობინებას, რომ შემოსული ახალი შეკვეთა და გაამზადოს ამ ტვირთს და გადმოსცემს შესაბამის განყოფილებას. ეს მოსახერხებელი ანუ არაფერი არ აგეორება, არ დაგავიწყდება. ინახავს ინფორმაციას, შეცდომებით გამორიცხულია მექანიკური, იმიტომ რომ პროგრამა თვითონ ადარებს დასახელების შეყვანის შემდეგ კოდს, რაოდენობას, სერიებს, ასე რომ ძალიან მოსახერხებელი არის და ძალიან პრაქტიკული არის ეს პროგრამა. რომლის საშუალებით ჩვენ ასევე შეყვავს ინფორმაცია ის გამოშვებული პროდუქციის შესახებ, ის რაოდენობებზე და მთელი ინფორმაცია გამოშვებულ სერიაზე შეყვავს უშუალოდ ამ პროგრამაში. ავერსის აფთიაქებში საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ მედიკამენტს ნახავთ. ნდობა ავერსმა თავდაუზოგავი შრომით მოსახლეობაზე ზრუნვითა და მენეჯმენტის ბრწყინვალე დაგეგმით მოიპოვა. საზღვარგარეთიდან მედიკამენტების პირდაპირ კონტაქტებით შემოტანა ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 17 წლის წინ დაიწყო.
არის საკარანტინო საწყობი მზა პროდუქციის, სადაც შემოდის მზა პროდუქცია დასრულებული სახით, რომელიც იმყოფება კარანტინში. ნებისმიერ გულს ემიჯება ესეთი სახის სტატუსი, რომელიც მიუთითებს კარანტინში ყოფნას, რაც ნიშნავს, რომ ამ პროდუქციიდან აღებული არის სინჯები, აღებული აქვს ხარისხის კონტროლის ლაბორატორია და ახდენს მის შემოწმებას, მის ხარისხის შემოწმებას. შემოწმების შემდეგ, როდესაც პროდუქტი აღმოჩნდება შესაბამის სპეციფიკაციისადმი, ანუ ხარისხიანი, მას მიენიჭება სტატუსი დამტკიცების, გადაეკრება მწვანეზოლიანი ეტიკეტი და ხოლმე ასეთი პროდუქტის რეალიზაცია შეიძლება, მის გამოყენება შეიძლება უკვე და ის გადაიქცევა შემდეგ გზა პროდუქციის საწყობში. საწყობებში ჩვენ ვაკონტროლებთ ტემპერატურა ტენიანობას, რომელიც იწერება ამ თერმოჰიგრომეტრის მეშვეობით, ეს ფურცელი იდება თვის დასაწყისში და ერთი თვე უნდა შემეტრიალებას. წითელი პასტით ფიქსირდება მასზე ტენიანობა, ხოლო ლურჯი კალმით ფიქსირდება ფარდობით ტენიანობა. ეს ფურცელი ინახება არქივში, იმის ნიშნად, რომ იმის დასწრებად, რომ ჩვენ დაცული ქონდა შენახვის პირობები. ტემპერატურა უნდა იყოს 20-დან 25 გრადუსამდე, ტენიანობა 10-დან 60%-მდე, ფარდობითი ტენიანობა. ასეთივე თერმოჰიგრომეტრია ყველა საწყობის ოთახში, ასევე საწარმოო ზონებში არის, ყველგან კონტროლდება, ყველგან ხდება მის ჩაწერა და შემდეგ ეს ჩანაწერები ინახება არქივში. მომხმარებლისთვის ავერსის მომსახურება მუდამ ხელმისაწვდომი რომ იყოს, ამისთვის ის სააფთიაქო ქსელს დღითი დღე აფართოებს და კვალიფიციურ კონსულტაციასა და ხარისხიან მედიკამენტებს დღეს საქართველოს უკვე ყველა ქალაქში გთავაზობთ. ეს არის ეტიკეტირების არადგარი, რომელიც ამბავს აკრავს ეტიკეტს და აწევს სერიის ნომერს, ასევე ვარჯიშიანობის ვადას. ეს არის სუფთა ზონაში შესასვლელი პერსონალური შლუზი, რომლის საშუალებითაც სუფთა ზონაში მომუშავე პერსონალი შედის უშუალოდ სუფთა ზონაში. შესვლის წინ ჩვენ აუცილებლად უნდა შევხედოთ მანომეტრის ჩვენებას, თუ დადებითი არის მეოთა სხვაობა, ანუ 10 პასკალი არის 10 პასკალით მეტი არის წნევა პერსონალურ შლუზში, ჩვენ შეგვიძლია კარი გავაღოთ და კარის გააღების შემთხვევაში დაბინძურებას გარედან შეგნით ვერ შევიტანთ. ასე უნდა შევხედოთ მაჩვენებელ ფილაკებს, პლანიშუქი მიუთითებს, რომ თავისუფალია შლუზი, თავისუფალია და შესაძლებელია შესვლა. თუ წითელი შუქი ცილცილს, ნიშნავს, რომ შეგნით იმყოფება ადამიანური ციფრის ტანსაცმელს. თუ ანტია წითელი შუქი, მაშინ ნიშნავს, რომ მოპირდაპირე კარი არის ღია და ორივე შემთხვევაში ეს კარი იკეტება ავტომატურად, გაღება შეუძლებელია ერთ მხრიდან. პერსონალურ შლუზში შემოდის თანამშრომელი იხდის ტანსაცმელს. უფრო მკაცრი კონტროლია. რა თქმა უნდა, ასევე ფეხსაცმელებსაც ტოვებს აი ამ ტიხარში, გადააბიჯებს ტიხარს იქით, ჩაეცემს სხვა ფეხსაცმელს, უფრო სუფთა ფეხსაცმელს და იბანს ხელებს ხელსაბანზე. ხელსაბანზე არის სპეციალური ანტიბაქტერიული საპონი, ცხელი წყალი, ცხელი ჰარი და ეს ხელსაბანი იმართება ფეხით, კედლების საშუალებით. ხელი დაბანის შემდეგ აი ეს არის დოზატორი სადეზინფექციო ხსნარით, რომლის საშუალებითაც ჩამოიწყავს ხელზე სადიზინფექციო ხსნარს და იკეთებს ხელზე დეზინფექციას. შემდეგ შედის პირდაპირ ოთახში, სადაც იცნობს ხოს სუფთა სამუშაო ტანსაცმელს. ჩვენთან ტანსაცმელი არის სხვადასხვა ფერის, იმისგან მიხედვით, რომელ განყოფილებაში მუშაობს თანამშრომელი და რომელ ზონას ეკუთვნის. უშუალოდ სუფთა ზონაში ასევე თეთრი ფერის ტანსაცმელი. ავერსის აფთიაქები იმითაც გამოირჩევა, რომ აქ მედიკამენტების შენახვისთვის აუცილებელი ყველა პირობაა დაცული. ეხლა ჩვენ მოვედით ხარისხის კონტროლის ლაბორატორიაში და ქალბატონი ნათელა გაგვიწევს ესე ვთქვათ გიდობას გაგვიწევს და აგვიხსნის რა ხდება აქ უფრო დეტალურად. მოგესალმებით. კიდევ ერთხელ ეს არის ჩვენი ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის რეაქტივების საწყობი, სადაც ინახება ყველა ის რეაქტივი, რომელიც შემოდის წარმოებაში. ყველა რეაქტივს აქვს საკუთარი საიდენტიფიკაციო კოდი, რომელიც აღირიცხება. ლაბორატორიაში კონტროლდება ტემპერატურა და ტენიანობა, როგორც სხვა ოთახებში ნახეთ. რა თქმა უნდა, როგორც სხვა ოთახებში, შესაბამისი თერმოჰიგრომეტრების მეშვეობით, აგრეთვე ანალიზისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოყენებული
სტანდარტული ნიმუშები. ჩვენ ვიყენებთ სამ მოწინავე ფარმაკოპეის სტანდარტულ ნიმუშებს, ეს არის ამერიკული, ევროპული და ბრიტანული. აი მაგალითად რომ ნახოთ. ამაზე არის ძალიან მნიშვნელოვნად დამოკიდებული წარმოებული ანალიზის ხარისხის შედეგი. შედეგის ხარისხი ვკაცრავთ. აქ წარმოებს ფიზიკო-ქიმიური ანალიზები. შევდივართ სპექტრალური ანალიზის მეთოდების განყოფილებაში. როგორც ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირადღირებული დანადგარებია. ზუსტი დანადგარი ეს არის სითხური ქრომატოგრაფები, რომლებიც გამოიყენება პრეპარატებში მონაცისებრი მინერალების განსაზღვრისათვის, რაოდენობრივი განსაზღვრისათვის და აგრეთვე იგივეობის დასადგენად. მონაცისებრი მინერალები დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანია და საერთოდ ქიმიური ანალიზების განვითარება ხდება ისეთი კუთხით, რომ არა ჯამურად კეთდება მათი განსაზღვრა, არამედ თითოეული დაშიფრული მონაცისებრი მინერალები ისაზღვრება რაოდენობრივად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ პაციენტს გვერდითი მოვლენები გამოუვლინდეს, რაც შეიძლება ნაკლებად. ეს არის პრეპარატში შემავალი აქტიური ნივთიერებების სპექტრი სამგანზომილებიანი, რითიც შეგვიძლია ზუსტად დავადასტუროთ პრეპარატის იდენტურობა. ეს არის გახსნის ტესტერი, რის მიხედვითაც თითოეული პრეპარატისთვის შეგვიძლია დავადგინოთ, რამდენად სრულყოფილად ხდება აქტიური ნივთიერების გამონთავისუფლება. ორგანიზმში ეს კი, აქ ხდება ხელოვნური კუჭის არის შექმნა, ხელოვნური ნაწლავური არის შექმნა და აგრეთვე მოდიფიცირებული, ანუ პროლონგირებული ტაბლეტებისთვის, როდესაც დროში გამონთავისუფლება ხდება, შეგვიძლია ზუსტად დავადგინოთ, თუ ხდება თუ არა დროში სრულყოფილი გამონთავისუფლება პრეპარატის ორგანიზმში. ეს არის სუპოზიტორიების, ანუ სანთლების დაშლადობის ტესტერი, რის მეშვეობითაც თქვენ ვადგენთ, რამდენად სრულყოფილად დაიშლება ორგანიზმში ეს სანთელი. სტარტდება ეს ანალიზი. ეს არის დანადგარი სანჯღეველა, რის მეშვეობითაც ჩვენ ხელით შრომა შევცვალეთ მექანიკურით. აქ ხდება აქტიური ნივთიერების გამოწვევა, ანუ ერთი არიდან გადასვლა მეორე არეში. თითოეული პრეპარატისთვის ჩვენ ვაწარმოებთ სტაბილურობის კვლევას, ანუ ვიც ვარგისიანობას ვარგისობის ვადის განმავლობაში. ამისთვის ვიყენებთ კლიმატურ კამერას, რომელიც არის ეს დანადგარი. ფარმაცევტულმა საწარმომ ავერსი რაციონალმა კი პირველი მედიკამენტი 2005 წლის მაისში გამოუშვა. დღეს ის საერთაშორისო სტანდარტების თანამედროვე ქართული ფარმაცევტული საწარმოა, რომელიც მაღალხარისხოვან და სანდო პროდუქციას უშვებს. ამჟამად ავერსი რაციონალი 100 დასახელება მედიკამენტის 165 პოზიციას აწარმოებს. საწარმო ამერიკული, იაპონური, ინგლისური, გერმანული, იტალიური წარმოების უახლესი დანადგარებით არის აღჭურვილი. ლაბორატორიაში დამონტაჟებულია ყოველგვარი მოწყობილობა, რომელიც ნედლეულის ქიმიური ანალიზისთვის არის საჭირო. როგორც ხედავთ, ფართოვდებით. დღევანდელი ლაბორატორია იკავებს დაახლოებით 80 კვადრატულ მეტრს, რაც გვაქვს შიდა წარმოების ლაბორატორია. ეს ახალი ლაბორატორიის საერთო ფართი არის 1200 კვადრატული მეტრი, რომელიც realmente არის აღჭურვილი კედლებით, იატაკით, ავეჯით, დანადგარებით ევროპული წარმოებლების მიერ, ასევე მონტაჟი, ინსტალაცია ყველაფრის ხდება ევროპელი სპეციალისტების მიერ, ასევე დასრულების შემდეგ ჩატარდება ვალიდაცია ამ სისტემების, შემდეგ გავავლით როგორც საქართველოში სახელმწიფო აკრედიტაციას, ასევე მსოფლიოს წამყვანი კომპანიების მიერ სერტიფიცირებას. მთავარი აღსანიშნავი, რაც უკვეთ ჩემ მეგობრებსაც და არასპეციალისტებსაც არის ის, რომ ეს ლაბორატორია არ იქნება სულთქად მომგებიანი, მოგებაზე გათვლილი, ანუ არ არის იმისთვის გაკეთებული, რომ მივიღოთ სხვა წარმოების შეკვეთები, სხვა ან სახელმწიფოს ვინმესი, რომელიც მოიტანს შემოსავალს. ეს ლაბორატორია კეთდება მხოლოდ ჩვენს მიერ წარმოებული პრეპარატების ხარისხის კონტროლის
კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად, კიდევ უფრო დასაფეთილად და რა უფრო მრავალფეროვანი გახდეს ეს ანალიზები და შეგვიძლია სრული შემოწმება. ესეთი წარმოება ვერც ინგლისური, გერმანული თუნდაც ამერიკული ვერ იტყვის რომ აქვს ან უკეთესი წარმოება და მით უმეტეს ახლა უკვე უკეთესი ლაბორატორია. ჩვენ 2005 წელს დავიწყეთ პირველი პროდუქტის წარმოება, 2006-ში უკვე გავიარეთ ISO 9001 სერტიფიცირება. ეს საკმაოდ რეკორდულად მცირე დრო არის ფარმაცევტული წარმოებისთვის და 2008 წელს უკვე გავიარეთ სერტიფიცირება GMP-ს, ანუ ევროპული ფარმაცევტული სტანდარტის და ამერიკული ფარმაცევტული სტანდარტთა შესაბამისობაზე. დღეს ავერსის სტუმარი ამ კომპანიის ჰიმნის შემსრულებელი ნატო მეტონიძეა. ავერსის წარმოებული კორსიზი. ყოველთვის მიდევს შანთაში.